დილა მშვიდობის ყველას. მტყვრიდან მოგესალმებით სადღაც ცხეთის ხარეს თუ უფრო ცოტა გესის ზევიდან, ზაგესის ზევიდან. ქაშაბზე სათევზაოდ ჩამოვედით. ამ ადგილებში პირველად ვარ და ძალიან მაინტერესებს აქეთ ქაშაპები არიან თუ არ არიან. რაცა ინფორმაციები დავიგე და სპინინგით მაინტერესებს თუ დავიჭერ. წამოვიღე არენა სტრიმი ახალი 1.5-დან 7 გრამამდე. ტრადიციულად ფლეშ ლურესებით დავიწყებ და მერე ეს ყანყალები თუ რამეა და ფლეშ ლურესზე ვერა ყანყალებსაც ჩავხდა. ნახოთ ეს საინტერესო ადგილიდან დავიწყებ. რა გამოვა. ო, მალადეც. მიდი. მე დასა საშუალო? ჩოგამბადი აიღე. ყაველიანი სარდამყავა, გაიზომოა, ეგეთებია. და მაგაზი დიდებია და ხალი მოიტაბადი. ასაც პირველი ქაშაპი. კაი ზომა. მაისის ხოჭოზე დასვი ისე? ეს საბა არის მოსული ის ჩემი მეგობარი ჯოხი და კოჭა მოიტანა და გახეათ ერთი დაგიტოვებს ლევანას უნდა მივცე მე. მედი კარებთან იქნება. მე არის ეგ ერთი 700 გრამი, 800 გრამი იქნება. კი, კაი. რაღაც ეგრე 700 ალბათ. არა. ვერ მომწონს. და მაისის ხოჭოზე, ხო? ნახე. მაისის ხოჭო იმაში ძიჭერს? მაის ნოემბერი ესე უწერია. ეს ოფიციალურ საიტზე წერია მაის ნოემბერი. კაი. მიდი. გადავუშვი და შენიერი ზომის. დაწინაურდი ბაჭო. კიდე დასვი? შენ სერიოზული 2-0 დაწინაურდი. ჩოგამბადე რატო არ წამოიღე? მე მანქანაში მრჩება ხოლმესო. ამჯერად გაგიმართლა. რა ისევ ისეთი ზომაა ბიჭო, ნახე რა კაი ზომები არის. ეგ დაჟე ცოტა დიდი. არა ისეთივია ზუსტად. არა ისევის ხوار დაიჭირე, ისევის თუ არ გეთლება. აჰა. რა საკეთე? მეც მიჭე. ხრა. აიჯღლართა ეხლა. არიცი. აჰა, არა არის. კაი გაუშვა, მიდი ჩანს კადრში. არა, მაგარი ზონა. 2-3 კილო. ცოტა სიღრმეში დგანან მე მგონი და დავამძიმე ახლა 0.5 გრამიდან გადავედი 1 გრამზე. მივიდა. ოპა, აგე. ხო გითხარი 1 გრამს დავაყენებ და უფრო სიღრმეში ჩავიყვან თქო. ეს არის აჯდამორიგი მონსტრი. მონსტრის რა მოგახსენო, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაცა გასაღები ექნებოდათ და სილიკონზე მივაგნებდი მაინც მაგ გასაღებს. აბა ერთი დაგვენახოს რა ბიჭია. ხო. მობძანდი აქ.
აბა კაი მოხეული ზომა არის, ხო იცი? ეგ იმაზე დიდი არის. ამოვაბრძანო. აი ესეთი შვენიერი ქაშაპი. ფლეშლურესი სილიკონი. თხილად. უჩზე. რა მაგრად. შეერჭო. ასეთი ფერი. ვარდისფერი ძირი და ფოსფორისფერი ცხვირი. ესეთი ქაშაპი. მაგარი ქაშაპი არის. ეს ერთი 800 გრამი იქნება, შეიძლება დაჟე ცოტა მეტიც. რა ხმელი ნაწილში აქვს მოდებული რა, ვერ გამოვაძრე. აკრატულით უნდა გამოვაძრე. ასე. ორით ერთი ჩემო ბაჩო. აი ერთად ჩავაგდებ ახლა აქ და მე ისე ჩვენ პოზიციებზე დავუბრუნდეთ. თონკა გადააგდოთ, დაყვება. ოპა! მორიგი. ისეთი და არო ისე დიდი მეგონა არ ყოფილა დიცველოდებოდი. დიცველოდებოდი და არ ყოფნა რა, არ ვიცი. რაცა გამური. არა. ვამხელა, თვითონ რა არის? თვითონ ადუღა წყალი. კაი, დამშვიდ. ნუ გააგიჟე ხალხი ბაჩო. არა, ეს ძალიან დიდია. არ შეიძლება არ ჩაერკინო. არა, ამაზე პატარა მეგონა რო იქნებოდა. მაგრამ თავიდან მეგონა რომ ამაზე დიდი იქნებოდა. ოხ, შენი გამისრიალდა. არა, კაი ზომა არის. ქვევით რო ვიჭერთ ხოლმე იმათთან. კაი ზომა იყო და წავიდა. ასეც ესე. მაგრამ ბაჩო მაინც მიგებს 3 თორს. ერთი თევზი არ მოხვდა ბაჩოს წეღან კადრში. სხვადასხვა პოზიციებზე ვიდექით და დაახლოებით ესეთივე ზომა დაიჭირა. ასე რომ ჯერჯერობით ანყალით მიგებს ბაჩო 3 თორს. მე სილიკონზე ისე. არა. ოჩევზე და პირით გავგავე. ნახე. იგივე თევზია რაცა. შენჩონა ზომის პლატვა ხო? ხო, ყველაფერს იკერს. პლატვამაც კი აიღო ყანყალა. უკვე მეორედ ხო? ეგ არ არის ჩათვლაში დღეს ბაჩო. ას ჩაგეთქვა. ის ხო იქნება.
მეორე მხარეს იმენა ზაფხული არის და ჩვენ აქეთ ვიყინებით სვიტრებში და იმეებში ვიყინებით და იქით ხარეს ვაიკაშია. აქეთ ხარეს ისე თო შეიძლება თქვენ ვერ წავიდეთ. ფეხები მაგარა გამეყინა. აჰა. ყინვაში ვართ აქეთ, მაგრამ გაეშვა. გაეშვა. კაი რა. რა გათანაბრებას გადარჩი ბაჭო? რატომ გაეშვა? დიდქაშაპს ისე კაი ხმელი ტუჩები აქვს, კაი გახრეტა უნდა რო რამე. ეხლა სამ კავზე მაინც სამ კავზე ჯდება, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეხლა ორი მაინც სამი ერთ. გამოვიყანო ის არ ქონდა მეორე ხალხის გამიშვა. ხო არა? აჰა. მე გადამირჩა და მეთანაბრებინა გამექცა და ამან დაიჭირა. ეს მე მგონი დღეს დასი ყველას დიდია. ნახოთ აბა მოიყვანე. შოგანბადე? შენ მოიყვანე კაც შოგანბადეები არის. არა. ესეთი უფრო პატარა. არა, მაგრამ კაი მებრძოლი არის. მედე? აჰა. 4-2. მინი ტურნირი. მოერდი? ანა მოიღე თევზი პირდაპირ ლაყუჩი წაავლე. ხელს პენსე ვარ. რატო? ოუ, ყანყალა ხარ. მე დავიჭერე ესა და შენ ამოაცალე და მე გავუშვებ. მედე? ოუ, რა მართლა რა ხელაზე გაუყრე. ეს რა გადაუყლაფია. მოიცა. მე რომ ხედავ დებს ყავ გავუგმენ. აჰა, ჩემ. ან მე ვიზა. სკენ მოასლავე. არა ვფიქრობდი ეს რომ ის შუტის ის წამომეყო ლანცეტია თუ რაც არის. ყანყალა ხოა ჯანზე. კი, ყანყალა ჯანზეა და ქაშაპით ჯანზეა. ეს ნახევარკილოიანი იქნება, არ არის პატარა. არა ბიჭო, რა პატარა. მიგივე ზომაა რაც იყოს. სქელი არის, ა. კენეჩი მოგუყარა. ცოტა გასისხლდა, იმიტომ რომ ლაყუჩიში ქონა გამოდებული კუთხეში რა, მაგრამ არაფერი არ მო. ო, არაფერი არ მო. რა მაგრად დაარტყა. აბა მოდი ერთი. შეუმცირო ერთი ბაჩოს ანგარიში. წეღან როგორ გამექცა და ზუსტად ერთ წუთში არც იყო ერთ წუთი წამებში დასვა თვითონ. ო. სამი კილო არის. ეს არა, ეს მართლა მაგარი დიდია. არა, ეგ მაგარი გონია. კი. წავიყარე ორი. Big fish პირველიც კაი იყო, ჩემი და ესეც კაი არის. ო, ეს კილოზე მეტია, ძმაო. ისიკო მე ვერ გაჩვენე, გახსოვს ვიდეო. კილოზე მეტი არის. ის კოჭა გამიხსენი ბაჩო. არა, ძალიან მაგარი. უფ. ეს სერიოზული არის. ეს უკვე თურქეთთან არის. თუ თურქეთთან მიახლოებული, აუ სილიკონი მოაძრო. აგე ფეხებთან აგდია, ხო. აიცა გამოვაძრო. ეს სერიოზული კაშაპი არის უკვე, მოდია.
აღარ მოვკიდებ ახლა ლაყუჩი ხელს რა. ამას 1-2 ფოტოც რო გადავუღო, არ იქნება ურიგო. კაი, პატარა ფოტოსესიას ჩაუტარებ და მე გაშვების კადრები მერე იყოს. ჩვენი ქაშაპის ფოტოსესია დასრულდა და ფოტოების გადაღება არ მაცალა ბაჩომ რომ მორიგი ქაშაპი დასვა. კაიზომა? მედი აბა. მაგას პატარა. ოი ბანო. გაგექცევა არა უხში. ჩემი სილიკონით ავიღო. ჩემთან შედარებით ლეკვია. არა, კაი ზომა ეგეც. ეგ წეღარო დაიჭირე, იმაზე შეიძლება ცოტათი შეიძლება დიდი. სიგრძეში არა, უბრალოდ ეგ უფრო სქელი არის, ნახე. არა უხშავს, დაუბრუნდი. აი, ესეც არ არის გახსოვებული. აბა? ო, ეგ არის. მოკლედ მაისის ხოჭოთი ბაჩო. ნოემბერი. ეგრეთ წოდებული მაისის ხოჭო, მაგრამ ნოემბერში ვერ იჭერს. ჩაშვი. ოპა. მოკლედ დავამთავრებთ დღეს. დავამთავრებთ მეთქი უნდა მეთქვა და ამ თემზით დავამთავრებთ. თან არ არის ესეთი სასწაული ზომის ლაშკარად და ამითი დავამთავრებთ ნამდვილად. ეს დღეს ყველაზე პატარა რაღაც დავიჭირე. და დანარჩენი კი იყო ბომბა ზომები. ეს ოპ კიდევ კაი არ გაეშვა. მოიცა მოდიახ. ოპა. მოგზანდა. ესეთებს ჩემ ძველ ადგილზე რო ვიჭერ ხოლმე მიხარია და აქ დღეს ყველაზე პატარა აღმოჩნდა. თუ არა და ბომბა ზომები იყო ნამდვილად. რაოდენობაში ბევრი ვერ დავიჭირეთ, მაგრამ ძალიან კარგი ზომები იყო ახლა მოგაურობისთვის. არ მეგონა თუ ამ ხელა ქაშაპები იქნებოდა აქ. 4 წალი მე დავიჭირე, 5 წალი ბაჩომ დაიჭირა. იყო რაღაც პატარა გაქცევები, ფუჭი ჩარტყმებიც იყო. მოკლედ მაინც კარგი დღე გამოვიდა. მე ფლეშლურესის სილიკონებზე ვითევზავე და დავიჭირე და ბაჩო ეს პანყალებზე იჭერდა. ერთი ცალით გამასრო, მაგრამ იმან ყველა დაიჭირა და მე მქონდა გაქცევა. გაგრას აი ვიდეოში იქნება რომ გამექცევა და რამოდენიმე წამში ბაჩო დაიჭერს. მაგრამ არა. მოკლედ კოკეტკაც და ისიც ფლეშლურესიც ორივე თანაბრად მუშაობდა დღეს. კარგი დღე გამოვიდა. მე არენა სტრიმით ვითევზავე. ბაჩო იყო ფეივოლტის რაპიდით 5 გრამამდე. სადღაც იმის ზაგესის ცოტა ზევით ვიყავით რა 500 მეტრით ალბათ. ეს რაღაცა ხიდი გადადის აქ და იმაგის ძირებში რა ცოტა ზევით, ცოტა ქვევით ისე ვიმოძრავეთ. კარგად ბრძანდებოდეთ აბა. მომავალ ვიდეოებამდე